გამარჯობა. ეთერშია გადაცემა მე ვარ ფერმერი ლალა ფაღავასთან ერთად. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ ამბებს, რომელიც ნამდვილად შეცვლის თქვენ შეხედულებას სამყაროზე. მოგიყვებით არსებებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ბუნება თავისით მუშაობს. ყვავილები უბრალოდ ყვავილობენ, ხილი თავის დროზე მწიფდება, ტყე კი ყოველ წელს ისევ იგივენაირად იბრუნებს სიცოცხლეს. თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს და სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ სიმართლე სხვაგან იმალება. ამ პროცესების უკან დგას ერთი პატარა, თითქმის უხილავი, მაგრამ საოცრად ძლიერი ძალა, ფუტკარი. არსება, რომელსაც აქვს ძალიან მოკლე ცხოვრება, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი გავლენა მთლიან პლანეტაზე. დღეს გიამბობთ, როგორ ქმნის ერთი მცირე ფრთიანი არსება სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რატომ შეიცვლებოდა ყველაფერი რადიკალურად. ფუტკრები რომ არ არსებობდნენ. ალბათ გაგიგიათ ფრაზა, რომელიც ალბერტ აინშტაინს მიეწერება. თუ დედამიწაზე გაუჩინარდება ფუტკარი, 4 წლის განმავლობაში გაქრება ადამიანიც. ეს სიტყვები ზუსტად გადმოსცემს მათ კრიტიკულ მნიშვნელობას და მაინც, რატომ შეიძლება ერთი პატარა მწერის გაქრობას მოყვეს მთლიანი ცივილიზაციის დაცემა. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ყველა პროცესს და გავიგოთ ამ კითხვებზე პასუხები. ფუტკრის მთავარი მისია, რომელიც ჩვენს ეკოსისტემას ატრიალებს, არის დამტვერვა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი საკვები კულტურების დაახლოებით 75-დან 80%-მდე საჭიროებს ცოცხალი არსებების მიერ დამტვერვას. ეს პროცესი არის ის ჯადოსნური აქტი, რომლის გარეშეც არ ხდება მცენარეების განაყოფიერება და ნაყოფის ან თესლის წარმოქმნა. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ფუტკრები პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოში მოხმარებული საკვების დაახლოებით მესამედის წარმოებაზე. წარმოიდგინეთ, ჩვენი რაციონის ყოველი 3 საკვებიდან, რომელსაც მივირთმევთ, 1 ფუტკრების დამსახურებაა. მათ გარეშე არ გვექნებოდა მაგალითად ვაშლი, საზამთრო, ნუში, მოცვი, ყაბაყი, ბროკოლი, ყავა და უამრავი სხვა ხილი, ბოსტნეული თუ თხილეული. მსხვილი მონოკულტურები, მაგალითად ხორბალი, ქარით იმტვერება, მაგრამ ფერადი, გემრიელი და ვიტამინებით სავსე საკვები ფუტკრებზეა დამოკიდებული. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კვლევას გავეცანი, სადაც ხაზგასმით წერია, რომ მცენარეთა დამტვერვაში ამ მწერების მონაწილეობის შედეგად კაცობრიობა ღებულობს საკვები პროდუქტების 35%. საჭირო ვიტამინებისა და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების 40%-ს. კვლევის მეშვეობით ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფუტკრებისა და სხვა სახის მწერების გაუჩინარება მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვევს ხილის წარმოების ყოველწლიურად 22.9%-ით, ბოსტნეულის 16.3%-ით, თხილისა და მარცვლეულის 21%-ით შემცირებას. არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად გაიზრდება 1.42 მილიონით, ანუ იმატებს 2.2%-ით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ ფუტკრები გაქრებიან, მცირდება მოსავლიანობა, იკლებს ბიომრავალფეროვნება, ქრება მცენარეები, რომლებიც ფუტკარზე არიან დამოკიდებული. ფუტკრის გარეშე არ იარსებებს აგრარული ეკონომიკა, არც ქართული სოფელი და არც ის სუფრა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და ასე ძალიან გვიყვარს. ეს საოცრად პატარა, მაგრამ გონივრულად დაგეგმილი ორგანიზმი მართლაც ბუნების ყველაზე სრულყოფილი მინი რობოტია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ბუნებამ დახვეწა. მოდით ახლა ჩავიხედოთ ამ მცირე სხეულში, მის თვალებში, ტვინში, ფრთებში, მუცელში, ფეხებში და კიდევ იმ საიდუმლო კომუნიკაციაში, რომელიც მხოლოდ ფუტკრებს ესმით და შეუძლიათ. ფუტკარს აქვს 2 დიდი კომპლექსური თვალი და 3 პატარა მარტივი თვალი თავზე. დიდ თვალებში დაახლოებით 7000-დან 8000-მდე ლინზაა ჩასმული. თითოეული არის დამოუკიდებელი სენსორი და მას შეუძლია დაინახოს არა მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არამედ ულტრაიისფერის სხივებიც კი, რაც ეხმარება ყვავილების საიდუმლო ნიშნების ამოცნობაში. მოძრაობას ამჩნევს წამში 250 კადრის სიჩქარით. აქვე გეტყვით, რომ ადამიანებს მხოლოდ 22 კადრის დანახვა შეგვიძლია. ანუ ფუტკარი სამყაროს ხედავს ლაზერული სიზუსტით და სიჩქარით. თითქოს დრონის კამერა ჰქონდეს ჩამონტაჟებული. რაც შეეხება ფრთებს, წუთში დაახლოებით 200-მდე ფრიალს ასრულებს, რაც ქმნის ხმის ტიპიურ ბზულს. ერთი ფრენა შეიძლება გაგრძელდეს 40 წუთამდე, მითითებული მიმართულებით. 5-10 კილომეტრამდე. ფუტკარი ფრენისას სიჩქარეს იცვლის ქარის მიხედვით, ზუსტად ისე, როგორც ამას ვერტფრენი ან დრონი აკეთებს. ჩვენგან განსხვავებით ფუტკარს 6 ფეხი აქვს, ხოლო უკანა ფეხებზე აქვს მტვრის კალათები, პატარა ჯიბეები, სადაც აგროვებს ყვავილის მტვერს.
ერთ ფუტკარს შეუძლია ერთ ფრენაზე 30-დან 50-მდე ყვავილის მტვერის შერჩევა. ამ კალათებში შეგროვებული მტვერი შემდეგ ფუტკრის სკაში ინაცვლებს და გადაიქცევა ფუტკრის სუპერ საკვებად. საოცარი ამბავია, რომ ფუტკრის ტვინი 1 მმ-ზე ნაკლები ზომისაა, მაგრამ ეს სულაც არ უშლით მათ ხელს დაგვიმტკიცონ, რომ ნამდვილი გენიოსები არიან. ამ 1 მგ-იანი ტვინით მას შეუძლია დაიმახსოვროს 5000-მდე ყვავილის გეოლოკაცია, განასხვაოს 300-ზე მეტი ფერის ტონი, დაიმახსოვროს სურნელების მრავალფეროვანი კომბინაცია, გაანალიზოს მანძილი, მიმართულება, ქარის სიძლიერე და ფუტკრის ენერგიის ხარჯი. ეს გენიოსი მწერი არ იყენებს სიტყვებს, არ აქვს რუკა, არ აქვს კომპასი, მაგრამ შეუძლია ზუსტად გადააბაროს სხვა ფუტკრებს ინფორმაცია, თუ სად არის ყვავილი, რა მანძილზეა, რა მიმართულებით უნდა იფრინონ და რამდენად კარგი ნექტარი აქვთ იქ. მოკლედ, ყველაზე საინტერესო ამბავია ჩემთვის, თუ რატომ და როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს ფუტკრები. მათ აქვთ ცეკვის ენა. ფუტკარის კაში ბრუნდება და იწყებს ცეკვას 6 კუთხა უჯრედების კედლებზე. ეს ცეკვა არ არის მხოლოდ გართობა. მას აქვს ზუსტი სიგნალები, კოორდინატები. ფუტკარი ცეკვის დროს სხეულს ატრიალებს იმ კუთხით, რა კუთხითაც უნდა იფრინონ სხვა ფუტკრებმა, მზის პოზიციასთან მიმართებით. ანუ, თუ ფუტკარი ცეკვის დროს ზევით ბრუნავს, ეს ნიშნავს, რომ ყვავილი მდებარეობს მზის მიმართულებით. თუ ცეკვაში მოძრაობს 45 გრადუსიანი კუთხით, ყვავილი მზის მიმართულებით 45 გრადუსით მარცხნივ არის. ეს იგივეა მაგალითად პილოტმა ნავიგაციის სისტემაში, რომ მიუთითოს ფრენა 2 კილომეტრით ჩრდილოეთ აღმოსავლეთით, მზისგან 45 გრადუსით მარცხნივ. ამ პროცესში კიდევ ერთი გასაოცარი ამბავია, რომ ცეკვის ხანგრძლივობა ნიშნავს მანძილს. ანუ, 1 წამით ცეკვა დაახლოებით 1 კილომეტრს უდრის. 2 წამი 2 კილომეტრია. რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო ბევრი ბზუილი და ტრიალია მოძრაობაში. თუ ყვავილი ახლოა, ცეკვა მოკლედ და სწრაფად მიმდინარეობს. თუ შორსაა, მოძრაობა ნელდება და უფრო ხანგრძლივი ხდება. ამის შემდეგ, როცა ფუტკრებში საქმე მიდგება ნექტრის ხარისხზე, სვამენ კითხვას, ღირს წასვლა თუ არა. ფრთების ხმაურის სიძლიერე და ვიბრაცია აჩვენებს. თუ ნექტარი მდიდარია, მაშინ ხმა უფრო მკვეთრია, სხეულის ვიბრაცია უფრო ძლიერი. თუ არც ისე კარგი ნექტარია, ცეკვა მშვიდია, ხმაც ასევე. სუსტი. ანუ ფუტკრებს შეუძლიათ ერთმანეთს უთხრან არა მხოლოდ სად არის ყვავილი, არამედ ამ ადგილას ღირს თუ არა წასვლა და შრომის გაწევა. რატომ არის ეს ცეკვა ასეთი განსაკუთრებული? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ზუსტი და ეფექტური ნავიგაცია ბუნებაში, რომელიც არსებობს უკვე მილიონობით წელია და დღემდე უშეცდომოდ მუშაობს. არც კომპასი, არც რუკა, არც GPS-ი, მხოლოდ მზე, მოძრაობები და ბუნებრივი ინტუიცია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ფუტკრის ცეკვის სისტემა ბუნების ერთადერთი მანძილ-მიმართულების ენაა, რომელიც ცოცხალ არსებებს შორის არსებობს. მოკლედ, ყოველდღიური სცენა სკაში ასეთია. ფუტკარი ბრუნდება, ყველა სხვა ფუტკარი თავს იყრის მის გარშემო, აშორებენ ფრთებს, უსმენენ ბზუილს, ყნოსავენ ნექტარს, აკვირდებიან სხეულის მოძრაობას და რამდენიმე წამში ასობით ფუტკარი უკვე გზას ადგას იმავე კოორდინაციით, იმავე საველე მიმართულებით. ეს არის იდეალური ორგანიზაცია, კოლექტიური გონიერება და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ბუნებრივი ნავიგაცია დედამიწაზე. წარმოიდგინეთ იდეალური სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ქაოსი, დაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის. სადაც არავინ იკითხავს, ეს მე რატომ უნდა გავაკეთო, ან რა მერგება მე ამით. სახელმწიფო, სადაც ყველამ ზუსტად იცის თავისი როლი. ყველა ერთად მუშაობს საერთო მიზნებისთვის და თითოეული წევრი არსებითად ცვლის სისტემის მთლიანობას. სადაც პრინციპი ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვა, არამედ ცხოვრების სტილია. ეს ადგილი შეგიძლიათ იპოვოთ სკაში. ფუტკრის ოჯახი ჩვეულებრივი კოლონია არ არის. ეს არის ბუნების მიერ მოწყობილი სრულყოფილი სახელმწიფო. აქ ცხოვრობს ათასობით წევრი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ფიქრობს საკუთარ კეთილდღეობაზე ცალკე. ისინი არსებობენ ერთად და მხოლოდ ერთად. თუ ერთმა დაკარგა ძალა, სხვები ეხმარებიან მას. თუ ერთმა იპოვა საკვების წყარო, ის ყველასთვისაა. თუ ერთმა იგრძნო საფრთხე, მთელი კოლონია გადადის თავდაცვის რეჟიმში.
ეს პატარა სამყარო თითქოს საოცრად გავს ადამიანურ საზოგადოებას, მაგრამ ბევრად უფრო ორგანიზებული, ზუსტი და ჰარმონიულია. აქ არავინ ცდება თავისი დანიშნულების გზას, არავინ აწყობს კონკურენციას, არავინ ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას. აქ ყველაფერი მუშაობს პრინციპით, თუ მე ვარსებობ, ჩემი არსებობა რაღაცას უნდა ემსახურებოდეს. ეს არის სუპერ საზოგადოება, რომელიც იდეალური სტრუქტურით გამოირჩევა. ოჯახი სამი ძირითადი ინდივიდისგან შედგება. დედა ფუტკარი, ერთადერთი სრულფასოვანი მდედრი სკაში. მისი მთავარი როლი კვერცხის დადებაა. დღეში დაახლოებით 1500-დან 2000-მდე კვერცხს ხსდებს, რაც ოჯახის გაგრძელებას უზრუნველყოფს. ის არის ოჯახის ცენტრი და არსებობის გარანტი. მეორე, ეს არის მუშა ფუტკარი, უნაყოფო მდედრები, რომლებიც მთელ სამუშაოს ასრულებენ. ისინი არიან მედდები, მშენებლები, საკვების შემგროვებლები, სკის დამცველები. მათი სიცოცხლე მოკლეა, მაგრამ მათი შრომის უნარიანობა და შრომის მოყვარეობა მართლაც ლეგენდარულია. ერთი მუშა ფუტკარი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება მხოლოდ ერთი ჩაის კოვს თაფლს აგროვებდეს. მესამე, ეს არის მამალი ფუტკარი. მათი ერთადერთი ფუნქცია დედა ფუტკრის განაყოფიერებაა. ისინი არ მუშაობენ, არ აგროვებენ თაფლს. საინტერესოა, რომ ფუტკრები ერთმანეთს არც ეჩხუბებიან. არასდროს. შიდა ბრძოლები თითქმის არ აქვთ, რადგან კოლონიაში ყველაფერი პრინციპით მუშაობს. ერთის სიცოცხლე კოლონიის სიცოცხლეს ემსახურება. სკაში იკვეთება ბუნების ის კანონები, რომლებიც ადამიანებმა ვერ შევინარჩუნეთ. აუცილებლად უნდა მოგიყვეთ იმ საოცარი პროდუქტების შესახებ და მათ ძალაზე, რომელსაც ქმნიან ეს საოცარი არსებები ფუტკრები. ისინი ქმნიან ნამდვილ ბუნებრივ აფთიაქს, რომლითაც ათასწლეულების განმავლობაში სარგებლობს კაცობრიობა. სკაში წარმოიქმნება რამდენიმე პროდუქტი და ყველა განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. ზოგი საკვებია, ზოგი მედიკამენტი, ზოგი კი ბუნებრივი ანტიბიოტიკი. დავიწყოთ ჩვენში გავრცელებული ყველაზე პოპულარული პროდუქტით, თაფლით. თაფლი ერთადერთი საკვებია დედამიწაზე, რომელიც არასდროს ფუჭდება. შეიცავს 300-მდე სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინებს, ფერმენტებს, ანტიოქსიდანტებს. გასაოცარი ფაქტია, რომ 1 კილოგრამი თაფლის მისაღებად ფუტკარმა დაახლოებით 2 მილიონი ყვავილი უნდა მოინახულოს. უმნიშვნელოვანესი პროდუქტია თაფლის მიღმა დინდგელი, ანუ პროპოლისი, სკის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მის შესაქმნელად ფუტკარი აგროვებს ფისოვან ნივთიერებებს ხის კვირტებიდან, ურევს მას ცვილსა და ფერმენტებს და იყენებს სკაში ბზარების ამოსავსებად, სტერილური გარემოს შესაქმნელად. საინტერესო ფაქტია, რომ ძველ ეგვიპტეში დინდგელს მუმიფიცირებისთვის იყენებდნენ. მისი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების გამო. ცნობილია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და გამოიყენება ყელის ინფექციების სამკურნალოდ. მესამე პროდუქტი ეს არის ყვავილის მტვერი, სუპერ საკვები. მუშა ფუტკრები აგროვებენ მტვერს ყვავილებიდან, ატენიანებენ მას ნექტრით და გადააქვთ უკანა ფეხებზე არსებულ კალათებით. ეს არის ფუტკრის ძირითადი ცილოვანი საკვები. მტვერი შეიცავს ყველა ამინომჟავას, რომელიც ადამიანს სჭირდება, ვიტამინებს, განსაკუთრებით B ჯგუფს და მინერალებს. მას ხშირად უწოდებენ ბუნების სრულყოფილ სუპერ საკვებს. გამოიყენება ენერგიის ასამაღლებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შემდეგი სუპერ პროდუქტია ფუტკრის რძე. ანუ დედოფლის საიდუმლო. ეს არის კრემისებრი რძისფერი სითხე, რომელსაც ახალგაზრდა მუშა ფუტკრები გამოყოფენ თავიანთი ჯირკვლებიდან. გასაოცარი ფაქტია, რომ ჩვეულებრივი მატლი, რომელიც ფუტკრის რძით იკვებება, დედა ფუტკრად იქცევა. დედა ფუტკარი, რომელიც მხოლოდ ფუტკრის რძეს მიირთმევს, 40-ჯერ მეტხანს ცოცხლობს დაახლოებით 5 წელი, ვიდრე ჩვეულებრივი მუშა ფუტკარი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 45 დღეა. ტრადიციულად გამოიყენება სიცოცხლის უნარიანობის, კანის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ფუტკრის ცვილს, ეს არის ბუნებრივი კონსტრუქტორი. ცვილს გამოყოფენ მუშა ფუტკრების მუცლის ქვედა მხარეს არსებული ჯირკვლები. ისინი ამით აშენებენ ფიჭის სტრუქტურას, რომლის გეომეტრია, ქვაკუთხედი უჯრედები ბუნებაში ყველაზე ეფექტური და გამძლეა. წარმოიდგინეთ, ფუტკარს სჭირდება დაახლოებით 8 კილოგრამი თაფლის მოხმარება 1 კილოგრამი ცვილის მისაღებად. ეს არის ენერგეტიკულად ძვირადღირებული სამშენებლო მასალა მათთვის. გამოიყენება ბუნებრივი კოსმეტიკის, სანთლების დასამზადებლად და როგორც დამატენიანებელი, დამცავი ბარიერი კანის მოვლაში.
არანაკლები მნიშვნელობისაა ფუტკრის შხამი. ის გამოიყენება მედიცინაში ართრიტის, ნაწლავის პრობლემების, ნერვული დაავადებების სამკურნალოდ. ფუტკრის ყველა პროდუქტი წარმოიქმნება ბუნებრივი პროცესებით და მათი ძირითადი დანიშნულება ერთია: სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება. ახლა კი გადაცემის ყველაზე სევდიან ნაწილზე გადავდივართ. ბოლო 10 წლეულში ფუტკრების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა და ეს უკვე მხოლოდ ბიოლოგიური პრობლემა აღარ არის. ეს არის სერიოზული ეკოლოგიური და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა. მეცნიერებმა ამ მოვლენას დაარქვეს სახელი ფუტკრის ოჯახების კოლაფსი, ანუ სკის დაცარიელება, როცა ფუტკრები უბრალოდ ტოვებენ სახლს და აღარ ბრუნდებიან. რატომ ხდება ეს? მიზეზი ბევრია, მაგრამ თითქმის ყველა უკავშირდება ადამიანის მიერ შეცვლილ გარემოს. პირველი ეს არის პესტიციდები და ქიმიური წამლები. ფერმებში მათი გამოყენება პირდაპირ არ კლავს ფუტკარს ყოველთვის, მაგრამ მოქმედებს მის ტვინსა და ნერვულ სისტემაზე. ფუტკარს უფუჭდება ორიენტაცია, აღარ შეუძლია სივრცეში სწორად გადაადგილება, ვერ იმახსოვრებს საკვების წყაროს, ადგილმდებარეობას, ვეღარ ადგენს გზას, სკამდე. ასეთ ფუტკრებს უბრალოდ აღარ შეუძლიათ დაბრუნება უკან და სკა ასეც არიელდება. მეორე ეს არის ჰაბიტატების დაკარგვა და მონოკულტურები. ადრინდელი ბიომრავალფეროვანი მინდვრები შეიცვალა ერთფეროვანი ფართო მონოკულტურებით, მაგალითად მხოლოდ სიმინდით, ხორბლით ან მზესუმზირით დათესილი უზარმაზარი ტერიტორიებით. ფუტკრებს კი სჭირდებათ სხვადასხვა მცენარის ყვავილი, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. როცა გარემოში აღარ არის მრავალფეროვანი ყვავილები, ფუტკარი ან შიმშილობს, ან იძულებულია შორს გაფრინდეს და თავი გადაერჩინოს. მესამე ეს არის დაავადებები და პარაზიტები. დღეს ფუტკრებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ტკიპა ვარვა. ეს პარაზიტი ეკვრის ფუტკარს, იკვებება მისი სხეულის სითხეებით, ასუსტებს მას და ამავდროულად გადააქვს ვირუსები. თუ ერთი ოჯახი დაავადდა, რამდენიმე კვირაში შესაძლოა მთლიანად განადგურდეს სკა. მეოთხე ეს არის ამინდის ცვლილება. ამით მცენარეებისა და ფუტკრების მოქმედების დროში სინქრონიზაცია ირღვევა. მაისში შეიძლება იყოს ყინვა, ხოლო ზაფხულში უჩვეულო სიცხე. ასეთ პირობებში ყვავილი ან არ ყვავის თავის დროზე, ან სწრაფად ჭკნება. ფუტკარი მუშაობს, მაგრამ საკვები წუთებში ქრება. ხანდახან ისეთ პერიოდში იღუძებს, როცა ბუნებაში არაფერია მოსაპოვებელი. ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები ასუსტებს ფუტკარს. დაავადება მას საბოლოოდ ანადგურებს. კლიმატი ართულებს საკვების პოვნას, ხოლო გარემოს ერთფეროვნება აკლებს ძალების აღდგენის შესაძლებლობას. შედეგად ფუტკარი უბრალოდ ქრება და მასთან ერთად ქრება მთელი დამტვერით მცენარეების ეკოსისტემა, რომელსაც ადამიანებიც ვიყენებთ. ფუტკრების სიცოცხლის შენარჩუნება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ეს არ არის მხოლოდ გარემოს დამცველების საქმე, ეს თითოეული ჩვენგანის საქმეა. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის? უნდა შევამციროთ პესტიციდების გამოყენება, ეზოებსა და ბაღებში უარი ვთქვათ ქიმიკატებზე, რომლებიც ფუტკარს აზიანებს. უნდა დავრგოთ ფუტკრისთვის სასარგებლო მცენარეები. შევქმნათ ფუტკრის სამოთხე. ჩვენს ბაღებში, აივნებზე ან თუნდაც ფანჯრის რაფაზე. უნდა გავაშენოთ ის მცენარეები, როგორიცაა ლავანდა, როზმარინი, პიტნა, სამყურა და მრავალი სხვა ველური ყვავილი, ფუტკრის საყვარელი საკვებია. შევიძინოთ ადგილობრივი ნატურალური თაფლი. ამით მხარს დავუჭერთ ადგილობრივ კეთილსინდისიერ მეფუტკრეებს, რომლებიც ზრუნავენ ფუტკრის ჯანმრთელობაზე. უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია, რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს ფუტკრის მნიშვნელობას, მით უფრო მეტი გაკეთდება მათ დასაცავად. ფუტკრის სიცოცხლე მხოლოდ 40 დღეა, მაგრამ ამ 40 დღეში ის ასრულებს იმ საქმეს, რომელსაც მთელი კაცობრიობა ეყრდნობა. ბუნება გვასწავლის ერთ უბრალო ჭეშმარიტებას: სიცოცხლე ხმაურით არ იქმნება. ის იბადება ფრთების ყველაზე მშვიდი მოძრაობით. და დღეს, როცა სამყაროს რიტმი ასე გაურკვევლად იცვლება, ჩვენ გვევალება დავიცვათ ისინი, ვინც მომავალს ყოველ წუთში ახანგრძლივებს. თან ისინი მადლობას არ ითხოვენ ჩვენგან, უბრალოდ მუშაობენ მთელი სამყაროსთვის. ჩვენ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მუშაობა არასდროს შეწყდეს. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მომავალ შეხვედრამდე.